მოგესალმებით ბატონო ირაკლი, გესმით ჩემი ხმა ალბათ. მოგესალმებით. ბატონო ირაკლი, თქვენ ბრძანდებოდით ჩვენთან გადაცემაში, ამავე სტუდიაში, სოლიდარობის სტუდიაში გასულ კვირას და საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ ამ საქმესთან დაკავშირებით, ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით და პრინციპში საზოგადოება ინფორმირებულია იმ ძირითად დეტალებზე, რაც უკავშირდება ამ საქმეს და რაც ცხადყოფს, რომ დავით და გიორგი მიქაძეებთან დაკავშირებით შემადგენლობა, ასე ვთქვათ, საქმესთან დაკავშირებით არასაკმარისია და პრინციპში, ახლა საბოლოო სიტყვა არის, რა თქმა უნდა, სასამართლოზე, თუმცა თქვენ როგორც ის 10 ადვოკატი, რომელიც ამ საქმეს უძღვება და თქვენ ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ბრძანდებით ამ საქმეში, როგორც ადვოკატი, თუ შეგიძლიათ უფრო მეტი დეტალი გითხრათ პირდაპირ ეთერში გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ მას შემდეგ, რაც თქვენ გაასაჯაროვეთ მთელი რიგი დეტალები, პროკურატურის მხრიდან იყო ასეთი უფრო ზუსტი ტერმინი რომ მოუძებნო, ანუ ჩარევის მცდელობა იყო, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, რამდენად გამართულია იურიდიულად არ ვიცი, ასეთი მინიშნება, მაგრამ თქვენ იცით ბევრად ამომწურავად უფრო სრული სურათი და ფლობთ მთელ სპექტრს იმ დეტალებისა, რაც საზოგადოებას აინტერესებს. თუ შეგიძლიათ რომ უფრო მეტი დეტალი გახადოთ საჯარო აი ჩვენთან ეთერში და უფრო მეტი კონკრეტიკა იყოს, რა უნდოდა პროკურატურას, რაზე იყო საუბარი მას შემდეგ, რაც თქვენ ნათელი მოჰფინეთ იმ გარემოებებს, რომელიც ხატყოფს, რომ გიორგი და დავით მიქაძეები ამ საქმეში არ არიან დამნაშავეები, საერთოდ დიდი კითხვის ნიშანი ჩდება მათ ბრალეულობასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, მას შემდეგ, რაც თქვენთან ვიყავი ეთერში და საზოგადოებას დავაცნე საქმის გარემოებები, დავით და გიორგი მიქაძის უდანაშაულობის თაობაზე, რომ მათ ცილისწამებით აქვს წამდგენელი ბრალდება და სრულიად უდანაშაულნი არიან და ვისაუბრეთ გარემოებებზე, გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ ამათი ფორმით ჩემზე განახორციელებინა ეწოლა ჩემი გაშრომების მიზნით. რაც ფაქტობრივად არის შეუძლებელი და გამორიცხული, თუმცა მათ ამის მცდელობა ჰქონდათ, მე გეტყვით, რომ მეორე დღეს ის პირველ ნახევარში მე დამიკავშირდნენ ჩემი კოლეგები გენერალური პროკურატურის მისაღებიდან, კანცელარიიდან, სადაც მისული იყო ერთ-ერთი მოქალაქე და ხმამაღლა ხან ერთ ადვოკატს, ხან მეორე ადვოკატს ეუბნებოდა, რომ საჩივარი შექმნა ჩემ წინააღმდეგ. მე რომ თითქოს მე ვარ კაღლითი, თითქოს მე მოვატყუე და ესე იგი საუბრობდა არასებულ გარემოებებზე და აფრიალებდა საჩივარს, რომელიც შეტანასაც აპირებდა პროკურატურაში და რამდენადაც ვიცი, მის შეიტანა. ასაუბარი არის ჩემს ერთ-ერთ კლიენტზე, მეთანაც ამდენ ახალი ვარ, ისე რომ ყველა კლიენტთან და ვინც მიცნობს თვითონ რომ ეს საქმისადმი გულმოდგინე და ტექნიკური დამოკიდებულება მაქვს ყველასადმი. მანე ძალიან გამიკვირდა, რომ აპრეტენზია შეიძლებოდა ქონოდა ამ ადამიანს ჩემთან, ძალიან გამიკვირდა, მე ვცდილობდი რომ გამერეკა ჩემს კლიენტთან, თუმცა მას ტელეფონი ფაქტობრივად ტელეფონის განმავლობაში გამოწვეული ჰქონდა. ის სავარაუდოდ შეიყვანეს პროკურატურის შენობაში და იქ მიდიოდა განხილვა ალბათ რა და როგორ უნდა ემოქმედოთ ჩემს წინააღმდეგ. თუმცა საღამოს ჩაითო ამ კლიენტის ტელეფონი, მე მიპასუხა ზარდი და შემოკითხე, რომ რაიმე პრეტენზია მაქვს ჩემთან, რაიმე უკმაყოფილება აქვს მომსახურებით მეთქვა. უარყო ამ ბატონმა, თქვა, რომ მათ ჩემთან პრეტენზია არ აქვს, უბრალოდ განცხადება შეიტანა პროკურატურაში თავის საქმესთან დაკავშირებით და მომიხსენია იქ მე, რომ ვარ მისი ადვოკატი. მე ვკითხე მას, რომ თქვენი გადიოდით ხან მეორე ჩემ კოლეგას ეუბნებოდით, რომ ჩემ წინამდე შექმნათ საჩივარი და თვითონ
ევა პარლიტი არ მოგემსახურეთ თვითონ გარდი არ პასუხობდი და განცხადება საფრთხეები ის ტულია ეუბნები და არა პატრონები ჩვენ ნახავთ მე ჩვენ განცხადებას შევეცადეთ იქეთ არ მიცემელი ფაქტია მან შეცვალეს უკვე განიხილეს ეს საკითხი მიფიქრე რომ ამ საჩივიდან არაფერი არ გამოვიდოდა იმიტომ რომ სამბე მართალი ვარ როგორც ამ ადამიანთან ისე აბსოლუტურად ყველასთან მაკროპინზია რა ესე თქვა რომ ყველა ადამიანთან ისე ფიქრობ თონია ცხოვრებაში თვითონ იყო მართალი და ვარ მართალი არავინ არ მომიტყუებია არაფერი არასოდეს კანტამიტმებია სწორდაპირება არ მიმიცია და მადლობის გარდა არაფერი არ მიმიღია არავისგან არავის ეთქობა მიფიქრე პროკურატურაში რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა და მათვე დააზარალებდა ეს ცენტრინამდე უკანონო სამართალწარმოება და აგრეთვე ძალიან ცუდად ჩანდა რომ ერთ დღეს ადამიანმა ამწინა გამოძიება დავით და გიორგი მითაძეების საქმის გაყალბებაში და მეორე დღეს აი აქ უკვე სამართალწარმოება ადვოკატის წინააღმდეგ ძალიან ცუდად ჩანდა და ეთქობა ვიღაციანიც თიგდა უცხეს რომ აქედან ასე არ გამოვა არა პერიოდი უკვე შეაბრუნებისათვის შეაბრუნეს პლასტიკა და ეს გადაკეთდა ყველაფერი იმათ რომ თვითონ მე განცხადება შექონდა ჩემპიონს პროკურატურაში და მე მომიხსენია როგორც ადვოკატად შეიძლება და რიმერის მონღოლია თუ ჩემპიონს ასე განცხადებები და საჩუქრების წერა შეეძლო პერიოდული ჩამოყალიბება და მოკიდებელი მოქმედება შეიძლება რატომ მოგიდოდა იურიდიული დახმარებისთვის ხო მაგრამ ფაქტი არის რომ პროკურატურას ჰქონდა ჩემზე ზეწოლების წევრება და მე ყოველგვარი სამართლის გარეშე მინდა ვიფიქრო ჩემზე ზეწოლა არის უძლებელი და ჩემს გადაწყვეტილებები ჩემს პოლიციაზე ვერავინ ვერაფერს ვერ მოახერხებს ბატონო ირაკლი, აი მას შემდეგ თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ეს გარემოება გამომჟღავნდა, გასკდა ასე ვთქვათ. იქნება თუ არა ძირითად საქმეში გიორგი და დავით მიქაძეების საქმესთან დაკავშირებით მიიჩნევა თუ არა ეს გარემოება თქვენს მიმართ ზეწოლის მცდელობა ჩვენ ვიცით რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსამართლეს აქვს უფლება მოიძიოს ყველა გარემოება და ის სწორედ აი ამ გარემოებაზე მაქვს საუბარი თუ შეიძლება რომ თუნდაც აი ამ ზეწოლის მცდელობამ პროკურატურის მხრიდან თქვენს მიმართ როგორც ამ საქმის ადვოკატის იქონიოს ზეგავლენა თავად საქმეზე საქმეზე იმ კუთხით იქონიებს გავლენას რომ ადვოკატზე რომ ზეწოლა ხორციელდება ეს რა თქმა უნდა მიუღებელი ფაქტია თორემ დავით გიორგი მიქაძეები არიან უდანაშაულონი მე კიდევ ერთხელ მინდა აღგასმით გითხრათ რომ არავითარი მტკიცებულება რაიმე ღირებულების მქონე პროკურატურას არ გააჩნია და ეს არ არის მამაღლანათქვამის სიტყვები ეს არის ფაქტი საქმე აგებულია ჭორაობაზე და საქმე აგებული არის არაფრის მომცემ მაკულატურაზე და სწორედ იმიტომ რომ მტკიცებულებები არ აქვს და უდანაშაულო ადამიანებს ედავებიან ცდილობენ შავი პიანის აგორებას საინფორმაციო უზრუნველყოფით რომ ესე იგი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს მოახდინონ აი ამ პიროვნების ბრალდებულების მიმართ უარყოფითი განწყობილი ჩამოყალიბება აი ეს აქ მიზანი ინსებულება რო არა შავპიარდიან გადასულები სხვა მაგ საქმეში არაფერი არ არის ჩვენებო დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის მონაწილეობისთვის და იმ ინფორმაციისთვის რაც თქვენ ახლა აჟღერეთ